გამოცდების ეროვნული ცენტრი ზუგდიდში ზოგადი უნარების გამოცდების ტესტებთან დაკავშირებით მოკვლევას იწყებს. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აბიტურიენტებს საგამოცდო დავალების პასუხები წინასწარ ჰქონდათ მიწოდებული, რასაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი კატეგორიულად გამორიცხავს. მისი თქმით, ის ხელნაწერები, რომლებიც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, არა ეროვნული გამოცდების, არამედ საპრობაციო ტესტების ნიმუშებია. ყველა ესეთ შემთხვევაზე ჩვენ ნამდვილად ვინტერესდებით და ვცდილობთ კონკრეტული ინფორმაცია მოვიღოთ. Დაუკავშირდით იმ ქალბატონს, რომლის მეშვეობითაც თითქოს და გავრცელდა ეს ინფორმაცია და მის ხელთ არსებული მასალებიც მოვიძიეთ. თქვენ შეგიძლიათ ალბათ ეს ნახოთ უკვე სოციალურ ქსელებში. ხელნაწერები აბიტურიენტების, ეს არის ის ხელნაწერები, რომელთაც ემზადებოდნენ აბიტურიენტები სავარაუდოდ მასწავლებლებთან და რეპეტიტორებთან ეროვნული გამოცდებისთვის. და სავარაუდოდ ეს არის სააპრობაციო ტესტები, ტესტური დავალებები, რომლებიც გამოყენებული იქნა აპრობაციის დროს.